ეს არის ჩემი ძმაკაცი, რომელიც მიდის პაემაზე გოგოსთან, რომელსაც ემესიჯებოდა 3 დღის განმავლობაში. მას არც კი უფიქრია, რომ ყველაფერი, რასაც ხედავდა, იყო ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს გოგოს დავარქვით სოფი, ასე გამოიყურება ის. ეს არის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი გოგო, რომელსაც შეუძლია ფოტოების, ვიდეოების და ვოისების გაგზავნა. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გავაკეთე AI მოდელი და როგორ დავბრანგეთ ჩვენი ძმაკაცი. როგორ გავიარეთ სხვადასხვა ურთიერთობების ეტაპები. პირველ რიგში დავიწყეთ Pinterest-ი გოგოს ძებნა, რომ შემდეგ AI-ის მეშვეობით გაგვეკეთებინა ახალი უნიკალური გოგო და შემდეგ მისი სურათები გამოგვეყნებინა სოციალურ ქსელებში. ეს ქართველს არ გავს, თორე ისე გაიგე. ვიპოვეთ 2 ლამაზი გოგო, ერთი ქართველი, ერთი უცხოელი და გავაერთიანეთ ისინი და მივიღეთ აი ეს გოგო, რომელსაც შემდეგ სოფი დავარქვით ChatGPT-ის მეშვეობით. გვარიც ChatGPT-ის მეშვეობით 5 შვილი მოუფიქრეთ. იმისთვის რომ ეს ყველაფერი დამაჯერებელი ყოფილიყო, Instagram-ზე ფოლოვერების საშუალებლად ჩემს დას ვთხოვე, რომ თავისი დაქალებისთვის ეთქვა და აკაუნთის რეალობაზე ეჭვი არ ქონოდა ჩვენს სამიზნეს. ფიქრობდით როგორ მიგვეწერა ჩვენი მსხვერპლისთვის და გადავწყვიტეთ რომ კარგი იდეა იქნებოდა მიგვეწერა მისთვის ის დადის ვარჯიშობს და მიგვეწერა რომ აი ფიტნესში დადიხარ და შენი ანუ დაგინახე ფიტნესში და რაღაცა რა და ვითომ გაცნობა უნდა და რამე რა ვითომ გაცნობა მოკლედ რომ თქვათ პირველ დღეს დავაფოლოვეთ და მივწერეთ პრივეტ პირველ დღეს ასეთი დიალოგი შედგა Привет, салами, რომელი ხარ? იქ სარიაში გნახი. როდის? გონი ხუჩაბათი იყო. არა, ყვევით რო იოგა და რაღაცეები გახსნეს იქ გნახი. Короче, ხავარჯისი ვარ, ანცალია ეთულ საათში რომ მოგწერო ხო არ გაგიკლება. არა, ლაიქი. რა შვები? რამდენი წლის ხარ? 16 შენ, 17-ის. რა უბედელი ხარ? ამაშენებაზე ცხოვრობ. სპორტსმენი ხარ თუ პროსტა ვარჯიშობ დარბაზში? მაგარია მე ფრენბუთზე დავდივარ და მაგითო ვარჯიშობ იქ სარიაში. Omer საათებში დავიხარ იქ სარიაში. Თითპასი მაქვს და ძირითადად გალილეოში დავდივარ 12-ის მერე ვარჯიშობ ხოლმე. ასე მალეძინებ. ფილმის ყურებას ვაპირებდი. აი, მიდი მშვიდობიანი ღამე. ასევე. სანამ მივწერდით, ასეთი სტორი დავდეთ, რათა უფრო მიგვეპყრო მისი ყურადღება. მეორე დღის საღამოს კიდევ მოგვიწია თავად მიწერა, რადგან არ ეტყობოდა, რომ თვითონ აპირებდა ამას. ესე იგი, ვერ გავიგე ვერაფერი. დარბაზში რომელ საათებში დადიხარ თუ გინდა ინტროში შევხვდეთ უფრო დილას ხვალ ინტრო რა ჯანა ნუ ჰაერზე უნდა რაცა მილიარდი უფრო დილას ხვალ 9-ზე მივწევს მოსვალ თამაში მაქვს ზეგ თუ იქნები შევხვდე როგორც გინდა აი მაშინ ხვალ მოგწე წავე ეს ახლა რასაც მოусმინეთ იყო ხმის ჩანაწერი, სადაც მან დამირეკა და მანახა ეს გოგო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი ბჭყალებში გოგო მის თვალში უკვე რეალურად იქცა. ანუ კინოში დაპატიჟება უნდა ჩვენი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობდა, რადგან არ გვინდოდა სხვა ადამიანების ჩართვა პრანკში, ასე ვთქვათ. ამიტომ უარი უთხარით, ასე რომ კინოში დავსულიყავით. გადავწყვიტეთ, რომ სავარჯიშო დარბაზთან მყოფ კაფეში დავждებოდით. გითხრა, რომ მეგობარს წამოიყვანდა, რომელიც ვიყავი მე. ჩვენი გეგმები ამან ცოტა შეცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოგვიწია დათანხმება. სანამ წავიდოდით შეხვედრაზე, პარიკი ვიყიდეთ. ის მივიდოდა კაფეში და დაინახავდა, რომ მაგიდასთან ზის სოფი მაგრამ ერთს კი ფიქრებდა რომ სინამდვილეში მე ვარ. რომ როგორც უკვე თქვი გეგმები შეიცვალა და პარიკის გაკეთება მე არ მომიწია. აგერ მოდის თავარი. მორბის უსე უნდა გადმოგცეს ახლა და უნდა გადმოგცეს და მიდივართ. მიდი მალე გადმოგცეს. ესე იგი, ეს არის სოფი და მე ვარ ნინი. ესა სოფი მე ვარ ნინი. Hả? Sao cái nó xí? Chúng ta học quen cái đây kìa. Hả? ცოტა ხა სუმუქი მაგალი ვი ფოტოზე მე მაგალი შეიძლება შეიძლება ან თორა მე ვარ შეიძლება მე ვარ შეიძლება შენ მეორე უფრო მეტი ამ კაფეში წავიდოდით, ბჭყალებში ჩავაგდო ფოტოები, რომ ის უკვე იქ
ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. არის და გველოდება. ვაი, ბიჭე, როგორ ხარ? ხوار მიდას ბიჭები. Короче, ძალიან კარგად ვატყუედით, რაც შეგვეძლო მაქსიმალური მსახიობო ყველაფერი ჩავთეთ. გამოგვივიდა კიდევაც იმედი მაქვს ხვალაც გამოგვივა. იმისთვის რომ სოფი უფრო რეალური ყოფილიყო, ყოველ დღეს თორებს ვდებდით. ჩვენი გეგმაც ჩამოთვლილია, მოყოლილია. მეტი რავი. იმედი მაქვს მოგეწონათ მართლა ეს ვიდეო. დალაიქებთ მას, გამოიწერთ არხს. დღეისთვის გისურვეს იყო კარგად. ჰეპი კარგი და ვიცოდი რა, ვინც ხალხი ჩაიჩინა, მაგრამ ხარისხიანად არ აქვს.